ჩვენი გადაცემის სტუმარია ნინო ბურჯანაძე, მე მას მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რასაკვირველია, მე მინდა რომ თქვენთან ერთად შევაფასო ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები. არ ვიცი, მე არ მინახავს და ვცდები, შესაძლებელია, მაგრამ მე არ მომისმენია თქვენი შეფასებები და თქვენი კომენტარები. უკვე კარგი ხანია ამ ბოლო პერიოდში განვითარებულ ამბებზე. რას იტყვით ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით? რა იყო ეს თქვენთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, რას ნიშნავს, როცა პარტიის გენერალურ მდივანს იარაღიანები ესხმიან თავს? უპირველეს ყოვლისა, მინდა ალექსი პეტრიაშვილს გამოჯამრთელება ვუსურვო და ყველას იმედი გვაქვს, რომ ის ნამდვილად მალე გამოჯამრთელდება. ეს რა თქმა უნდა ძალიან ამაზრზენი ფაქტია. ამ შემთხვევაში მე არ გავაკეთებდი აქცენტს იმაზე, რომ პარტიის გენერალურ მდივანზე მოხდა თავდასხმა, თუმცა ესეც თავისთავად, ასე ვთქვათ, გარკვეულ რეზონანსს ბუნებრივია ამ საქმეს უმატებს. თქვენ სწორად თქვით, როგორ ხდებოდა ის, რომ შეიარაღებული ადამიანები გადაადგილდებოდნენ ქალაქში, ისე რომ, ასე ვთქვათ, მათ პრაქტიკულად არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდათ. შეიძლება ეს მსგავსი ქმედების მსხვერპლი გახდეს დღეს პარტიის გენერალური მდივანი, ხვალ, ასე ვთქვათ, რიგითი მოქალაქე, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის ყველასთვის ღირებულია, ბუნებრივია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უბრალოდ ხელისუფლება არ არსებობს. ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებენ ნორმალურად. ქვეყანაში არ არსებობს გამოძიება. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ასეთ რეზონანსულ საქმეზე, ესე ვთქვათ, ქალაქის ცენტრში დღე მომხდარ ფაქტზე 4 დღის განმავლობაში გამოძიება ვერაფერს ვერ ამბობს, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, საგამოძიებო ორგანოები, პროკურატურა, გამოძიება, პოლიცია ქვეყანაში არ მუშაობს, ვერ მუშაობს და ეს არის აბსოლუტურად საგანგაშო ქვეყნისათვის. ის, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინალური ვითარება, ეს არის ფაქტი. ჩვენ ვხედავთ იმას, რაც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ბოლო წლის განმავლობაში არ ყოფილა პრაქტიკულად საქართველოში. თავდასხმა როგორც ქალაქში, ასევე სოფლად, ცენტრში, ესე ვთქვათ, ავტომატებით, რაც მე მგონი მართლა 90-იანი წლების შემდეგ უკვე საქართველოში საბედნიეროდ აღარ ხდებოდა. ეს ძალიან საგანგაშო სიმპტომი არის. გამოძიება უსწრაფესად უნდა ჩატარდეს. ზოგადად ნებისმიერი გამოძიება უნდა ჩატარდეს ძალიან სწრაფად, მაგრამ მით უფრო, როდესაც ასეთი რეზონანსია, მით უფრო, როდესაც, ესე ვთქვათ, ცნობილ პოლიტიკურ ფიგურაზეა საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მოტივი აბსოლუტურად გამორიცხული მგონია მე ამ საქმეში და ამას ძალიან ბევრი რამ ადასტურებს. ეხლა ყველაფერი შეიძლება დააბრალო ამ ხელისუფლებას, უფრო სწორად ძალიან ბევრი რამ შეიძლება თქვა ამ ხელისუფლებაზე ნეგატიური, მაგრამ ის, რომ ეხლა ეს არის ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური თავდასხმა მოაწყოს რომელიმე პარტიის გენერალურ მდივანზე, ეს ნამდვილად არასწორი ბრალდება იქნება, მით უმეტეს, როდესაც თქვათ ასეთ თავდასხმას არც არანაირი პოლიტიკური დივიდენდის მოტანა ნამდვილად არ ვიცი და მეთანხმებით თუ არა, მაინც არის თუ არა ეს პოლიტიკური, ვინაიდან საუბარი ეხება სწორედაც რომ პოლიტიკური პარტიის გენერალურ არ ამგონია რომ ეს პოლიტიკური იყოს, პოლიტიკური იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოტივი იქნებოდა პოლიტიკური და დაუშვათ პეტრიაშვილს თავს დაესხმებოდნენ როგორც პოლიტიკურ ფიგურას, როგორც პარტიის გენერალურ მდივანს. ნინო, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, აი თქვენ ბძანეთ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები და პრაქტიკულად ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს? ჩვენ გასული წლების განმავლობაში თქვენ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც ბძანდებოდით, ნანახი გვაქვს ყოფილი ხელისუფლების პრეზიდენტის, მაგალითად, ცნობილი გამოსვლა ყველანი ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობა, ასე შემდეგ და შემდეგ ნახეთ საზოგადოებამ ამ ყველაფერს როგორი უკურიაქცია მისცა. ანუ რა უნდა ქნას ხელისუფლება? ქართველები კი მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ არ არის ნორმალური, როდესაც ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავდივართ. იქ იყო ერთი უკიდურესობა, როდესაც პრეზიდენტი იძახდა ნულოვან ტოლერანტობაზე და ყველას, ასე ვთქვათ, ციხით ემუქრებოდა და როდესაც სამწუხაროდ მართლა და საუბედუროდ ადამიანებს უკვე ქუჩაში ხვრეტდნენ, აქ არის მეორე უკიდურესობა, როდესაც საერთოდ ხელისუფლება აბსოლუტურად უმაქნისი და უუნაროა და როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ პოლიცია ელემენტარულად ვერ ახერხებს თავისი უფლებების განხორციელებას. ეს ხელისუფლება ვერაფერს ვერ იზამს, ეს შემიძლია პირდაპირ გითხრას, ანუ კითხე, რომ რა უნდა ქნას ამ ხელისუფლებამ და პასუხობთ ქალბატონო ინგა, რომ ეს ხელისუფლება ვერაფერს ვერ იზამს, იმიტომ რომ არის არაკომპეტენტური, არის გაუბედავი, არის უუნარო, არაფრის მაქნისი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება იმედია შეიცვლება არჩევნებში, ოღონდ ადამიანები იმედია მართლაც გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, აი ჩვენ საუბრობდით ხო, იმ
იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ იცი რა, მაინც არაფერი არ კი, შეიძლება. მე წეგან გესაუბრებოდით რეკლამის დროს გუშინ 3 ტაქსით ვიმგზავრე და 3-ვე ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ისინი არჩევნებზე აღარ აპირებენ. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა და ამაზე მუშაობს როგორც წესი ყველა ხელისუფლება, რომ ადამიანებს ესე ვთქვათ ნიჰილიზმი ჩაუნერგოს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე, რომ შემდეგ ხელისუფლებამ სათავისოდ გაყალბება შეძლოს ამ არჩევნების. მე უბრალოდ ადამიანებს ვეტყვი პირდაპირ, თუ არ მოვლენ არჩევნებზე, ნამდვილად არაფერი არ შეიცვლება, თუ მოვლენ არჩევნებზე და გააკეთებენ მაპატიოს ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ ისეთ აი მართლა უგუნურ გადაწყვეტილებას, როგორიც სამწუხაროდ გაუკეთებია ხოლმე, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნები გავიხსენოთ, თუნდაც აი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა არაფერი არ შეიცვლება. ხა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე ადამიანები მიდიოდნენ და მარგველაშვილს აძლევდნენ ხმას, რისი იმედი ჰქონდათ, რა უნდა შეცვლილიყო? როდესაც 2012 წლის შემდეგ 2-3 წლიანი, ესე ვთქვათ, ჭაობი ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ამის მერე ადამიანები მივიდნენ და ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილს მხარი და შემდეგ ამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა კაცმა გამოაცხადა, რომ ეს რა მომივიდა, ვინ დავნიშნეო, ხო, ამაზე არ ვილაპარაკებ. მერე ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ ოცნებას დაუჭირეს მხარი, რომ იქნებ ეხლა მაინც აგვისრულონ ის პირობები, რაც ადრე მოგცესო. რისი იმედი ჰქონდათ? იქნებ ეხლაც დაუჯეროს ხალხმა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ქალბატონო ნინო დაუჯერებს ხალხი ქართულ ოცნებას და ეხლაც თუ დაუჯერებს ხალხი იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეიძლება ლაპარაკი არ ეშლებათ, მაგრამ რეალურად არასოდეს არაფერი არ გაუკეთებიათ და რომელთაც გაკეთების რესურსი ნამდვილად არ აქვს და გულის მოფხანით თუ გადაწყვეტენ, რომ არჩევნებზე, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილება მიიღონ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ნამდვილად არაფერი არ შეიცვლება და ნურც იმის პრეტენზია ნუ ექნებათ მე ადამიანებს, რომ რატო ვართ იმ მდგომარეობაში, როგორ შეიცვალა. ქალბატონო ნინო, მე გესაუბრებით იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა სოციალური ფონი ქვეყანაში. ძალიან რთულია ადამიანებს, როცა ესაუბროს სხვა რამეზე გარდა მათი სოციალური სიდუხჭერისა. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებზე აღარ წავლენ, სწორედ აი ამ იმედგაცრუების გამო ამბობენ, მაგრამ აქედან გამომდინარე, სწორედ ძალიან უჭირთ, ძალიან რთული მდგომარეობაა, გაძვირდა ცხოვრება, გაძვირდა პროდუქტები, გაძვირდა მედიკამენტები, უამრავი უმუშევარია და შესაძლებელია ისევ ამ ხელისუფლებამ მოიგოს ეს არჩევნები. ახალი დაპირებები, თუ მათი აქცენტი იქნება ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე. ძალიან დიდ ბოდიში ხვდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც და ძალიან ბევრს მართლა უჭირს უკიდურესად და ძალიან ბევრი შეიძლება ნახევრადმშიერი იჯდეს ეხა ტელევიზორთან და ისე უყურებდეს ამ გადაცემას. ხო, აი ესეთია სამწუხაროდ დღევანდელი უმძიმესი რეალობა. ტყიბულელი მაღაროელი, რომლის მოსმენაც ემოციების გარეშე ძალიან აუცილებლად დავუბრუნდე, მაგრამ აი ძალიან ისე მინდა იცით თქვა თან მწარე სიმართლე ვთქვა და თან არ მინდა ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს გული ვატკინო, მაგრამ თუ მართლა ნახევრად მშიერი და ზოგი მთლიანად მშიერი ადამიანი კვლავ ქართული ოცნების დაპირებების იმედად იქნება და კვლავ ექნება იმისი განცდა, რომ ეხა ბიძინა ივანიშვილი თავისი ჯიბიდან ამოიღებს ფულს და დაურიგებს ხალხს, ისევ ამ მდგომარეობაში იქნებიან ეს ადამიანები, ისევ გაწმილებული, ისევ მოტყუებულები აღმოჩნდებიან. ამიტომ ინგა იცი რაშია საქმე, მე ძალიან კარგად მესმის, რომ როდესაც ადამიანს თვითონ რომ შია ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე პრობლემაა, როცა მის შვილს შია, როცა მის მოხუც მშობლებს შია, ხო, როდესაც წამლის ფული არ აქვს ადამიანს, ეს არის, ანგრევს ადამიანს მორალურადაც, ფსიქოლოგიურადაც, ფიზიკურადაც, ყველანაირად, ხო? მაგრამ ამ ადამიანებმა ერთი რამე როგორმე უნდა გაიცნობიერონ, იმიტომ რომ ხა ნიჭი ქართველ ადამიანს და ჩვენს მოსახლეობას ქართველია თუ არა ქართველი არაკლია ნამდვილად ანალიზის გაკეთება შეუძლიათ. პოლიტიკა და ეკონომიკა არის ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განუყოფელი, ესე ვთქვათ, კრიტერიუმები, ხო? თუ პოლიტიკურად ქვეყანაში ვითარება არ დალაგდა, არ მოგვარდება ხალხო ეს ეკონომიკური პრობლემა. მე ამაზე ვლაპარაკობ უკვე რამდენი წელია. და დალაგებაში რას გულისხმობთ? პოლიტიკურ დალაგებაში იმას კი არ გულისხმობ, რომ ყველა ერთ ხმაზე ლაპარაკობდეს პოლიტიკურ სპექტრში, ბუნებრივია ამას არა. პოლიტიკურ დალაგებაში ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ქვეყანაში მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ძალა და ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც იცის პოლიტიკა, ბიზნესი კი არა, იცის პოლიტიკა, რომელმაც იცის ქვეყანას რა სჭირდება, როგორც ქვეყნის საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით და მხოლოდ აი ამ კომპონენტების დაწყობის შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ ადამიანებს ეკონომიკური პრობლემები მოუგვარო.
ვერ მოგვარდება ცალკე აღებული ეკონომიკური პრობლემები საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ მე ვერ მომიყვანთ სოფლიო ისტორიაში ვერც ერთ მაგალითს, როდესაც ქვეყანა პოლიტიკურად არასწორად იმართება, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არის გამოუცდელი, უნებისყოფო, უსუსური რაღაცებზე დამოკიდებული და ქვეყანა ეკონომიკურად აყვავდა. არ არის ეგეთი პრეცედენტი. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება იმ ყველაფერზე, რასაც უყურებს მაყურებელი. სანახაობა არის ძალიან დიდი დოზით. პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფო გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებას. მე მინდა ეხლა მოვისმინოთ თქვენი შეფასება. როგორ ფიქრობთ, რა ხდება სახელმწიფო გუნდში? იგივე მრეწველების და რესპუბლიკელების ასეთი ღია ომი, ფრონტი არის მთელი გაშლილი. მიდის რაღაცა საშინელი ბრალდებები ერთმანეთის მიმართ. ფიქრობთ თუ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია იმართებოდეს სოლოლაკიდან? საერთოდ რა ხდება იქ თქვენი თვალით დანახული სახელმწიფო გუნდის მიმდინარე პროცესები? არა, ყველაფერი ის რაც ხდება ახლა ჩვენს თვალწინეს უბრალოდ ამ აზრზენია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა მართლაც უკიდურესად გაჭირვებულია და როდესაც მოსახლეობა ქართული ოცნებიდან ელოდებოდა იმას, რომ პრობლემები მოუგვარდებოდათ, ელემენტარულად ადამიანებს სამუშაო ადგილები ექნებოდათ და საკუთარი ოჯახების გამოყვება შეძლებდნენ და ვალებში კი არ ჩაიხრჩობოდნენ, არამედ რაღაცნაირად გამოვიდოდნენ იმ ძიმე მდგომარეობიდან, რომელიც ჰქონდათ. ხა დიდად დალხინებული არც მანამდე იყვნენ ადამიანები, მაგრამ ეხლა თქვენ სწორად თქვით, ყველა მიმართულებით ძალიან გამწვავდა მდგომარეობა. ხო, სადაც არის დევალვაცია, თავისი გააკეთა რა თქმა უნდა და საშინელი ძიმე პრობლემების არასწორმა პოლიტიკამ, რომელიც თქვათ იგივე ლართან დაკავშირებით იყო, გნებავთ იგივე სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, გნებავთ იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ტყიბულში ხდება, ხო, ამას ჩვენ შეგვიძლია ცალკე რაღაც პატარა მონაკვეთი მაინც მიუძღვნათ თუ დრო მოგცემს ამის შესაძლებლობას. აი ესეთი შეცდომები ადამიანებს ურტყამს პირდაპირ და ადამიანების პრობლემებს. ეხლა ქართული ოცნება დაკავებულია იმით, რომ როგორმე ხელისუფლება გაიხანგძლივოს, ხელისუფლება შეინარჩუნოს და ქართული ოცნების შიგნით მყოფ ადამიანებს, ეს ხომ აბსოლუტური უმრავლესობა ის ადამიანებია, რომელთაც რეალურად არ უბრძოლიათ. აბსოლუტური უმრავლესობა, მე ყველაზე არ ვამბობ, აბსოლუტურ უმრავლესობას ამ ადამიანებისა ბიძინა ივანიშვილმა, ესე ვთქვათ, ხონჩით მიართვა პრაქტიკულად ძალაუფლება და ყველასთვის დღეს თითქმის 90%-ისთვის, ვინც ქართულ ოცნებაშია, უმთავრესი არის მოხვდება თუ არა, ესე ვთქვათ, სიაში და დანარჩენი მათთვის არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. ხა რა იმართება სოლოლაკიდან, ანჭორვილიდან, რა არ იმართება, ძალიან ბევრი რამ იმართება, თუ ამას მართვას დავარქმევთ. ხა ეს რომ იმართებოდეს, მაშინ ქვეყანა ცოტა უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს, ხო? არა, მე მართვად ქაოსს გულისხმობ პარტიაში. რა შეეხება, ხო, მართვადი ქაოსი მე როგორ მთავრდება ხოლმე იმათვის, ვინც ამ მართვად ქაოსს იწყებს, ამის მოწმენიც ჩვენ არაერთგზის გავხდარვართ სამწუხაროდ საქართველოში. ხა რა შეეხება რესპუბლიკელების და მრეწველების დაპირისპირებას, ну, ესეც ესე ვთქვათ იცით როგორი რაღაც არის. ეხლა ამ შემთხვევაში მე მრეწველებზე ნამდვილად არ ვიტყვი, ძალიან წაესიენ ბატონ გოგი თოფაძეს, იყო წასაცევი თუ არ იყო, ყველა ესე ვთქვათ ცდილობს. იცით რა, მე ბევრ რამეში მას არ ვეთანხმები, მაგრამ გარკვეული შეფასებები მისი მხრიდან ნამდვილად არ იყო, ესე ვთქვათ, არასწორი. ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ დღეს მოდაში შემოვიდა, მათ შორის ოპოზიციურ ძალებში, იცით, რომ აკრიტიკებენ რესპუბლიკურ პარტიას და არ აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს. ეს იყო წინა პრემიერ-მინისტრის დროსაც, როდესაც ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი კარგები იყვნენ და რესპუბლიკელები ცუდები და ეს ტენდენცია დღესაც ძალიან ათლად შეინიშნება. თუმცა მე მინდა ერთ მნიშვნელოვნად ვთქვა და ვუთხრა იმ ადამიანებს, ვისაც არ მოწონს რესპუბლიკელები, მათ შორის ვარ ასევე მეც. თუმცა ჩემი საქმე არ არის რესპუბლიკელები იქნებიან თუ არ იქნებიან კოალიციაში. ეს ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია და მე არ მაინტერესებს ვინ შევა კოალიციაში და ვინ არ შევა. რესპუბლიკელების კოალიციაში ყოფნა არის არა რესპუბლიკელების დამსახურება, არამედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ყველაფერი, რასაც აკეთებენ რესპუბლიკელები, არის ესე ვთქვათ, არა მხოლოდ რესპუბლიკელების ბრალი ან რესპუბლიკელების დამსახურება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ბრალი და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც ჩემის ღრმარწმენით, რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ, არის ნამდვილი რესპუბლიკელი თვითონ. თავისი არსით, თავისი ესე ვთქვათ, როგორც ჩანს მენტალიტეტით და იმ ყველაფრით, რაც ესე ვთქვათ, მან თავის დროზე გააკეთა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღო რესპუბლიკური პარტია, ესე ვთქვათ, აერჩია ფაქტიურად საძირკველად კოალიციისა, მე მაძლევს იმის უფლებას, რომ თქვა, რომ როგორც ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ფარული წევრია რესპუბლიკური პარტიის. ლატენტური რესპუბლიკელია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანუ თუ გაცნობიერებულად მათი იდეოლოგიის. არა, მე ხა ვერ გეტყვით როგორ რამდენად გაცნობიერებული აქვს და არ აქვს გაცნობიერებული, მაგრამ ფაქტი არის
სახეზე. ეს არის ჩემთვის სრულიად ნათელი, ასე რომ ბატონებო დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. მე მესმის რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის უფრო კომფორტულია ლანძღოს რესპუბლიკელები და აქოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ თუ არ გვინდა რომ ხალხს შევაყაროთ თვალებში ნაცარი და თუ არ გვინდა რომ ისევ მოვატყუოთ ადამიანები და ყველაფერს გვინდა რომ თავისი სახელი დავარქვათ, ვთქვათ რომ ყველაფერზე რაც დღეს ქვეყანაში ხდება, თუ რამე კარგი ხდება იმაზეც, მაგრამ რაც ცუდი ხდება იმაზე. მათ შორის, ვისაც არ მოგწონთ რესპუბლიკელების ყოფნა ხელისუფლებაში და მათი ესე ვთქვათ, ასეთი გააქტიურება, ხო, ამაზე არის პასუხისმგებელი. სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილი და კეთილი ინებოს და გასცეს ხალხს პასუხი. ეხლა ის გამოსავალი, რასაც როგორ ჩანს ბიძინა ივანიშვილს თავაზობენ, რომ ბარტყივით გადააგდოს რესპუბლიკური პარტია და ხალხს უთხრას, რომ აი ხომ გადმოგიგდეთ რესპუბლიკური პარტია. ასეთი გეგმა არის, მაგალითად გუშინდელი აქცია ქართული ოცნების ოფისთან იყო გამართული საპროტესტო აქცია, ასეთი პლაკატებით მიდი გოგი მიაწექი, მე ძალიან ბევრი ვიცინე, სიმართლე გითხრათ, მე არ გამორიცხავ რომ ესე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილსაც ეხლა გარკვეულწილად აწყობდეს გაძლიერებული რესპუბლიკელების თავის ადგილზე დაცმა, იმიტომ რომ როგორც წესი ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს, როდესაც ვინმე ან რომელიმე ძალა ან პოლიტიკური ლიდერი ესე ვთქვათ იმაზე მეტად გაძლიერდება, ვიდრე თვითონ ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ თუ ხალხი ისევ ამანკეს წამოეგება, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ვთქვათ რესპუბლიკელებს არ ჩაწერს კოალიციაში და აი ეხლა კარგი გახდა ბიძინა ივანიშვილი და დაავიწყდებათ 4 წლის განმავლობაში, რომ პრაქტიკულად არც ერთი დაპირება არ შესრულებულა, რომელიც ივანიშვილის მიერ იქნა გაცემული, ნუ ეხლა ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე სხვაზე ნუ დაგწყდებათ გული და მე ნუ იკითხავთ, რომ რა დავაშავეთ, რა გვჭირს, რატო ვართ ამ მდგომარეობაში. ეს არის ძალიან მარტივი. თქვენ საუბრობდით იმაზე, რამდენად უნარიანია, ან უბრალოდ ბრძანეთ, რომ უნაროაო ეს ხელისუფლება. აი ტყიბულის მაგალითი, ჩვენ ყავდა 4 საათზე პირდაპირ ჩართვაში მაღაროელი ტყიბულიდან ადამიანი, რომელსაც მე მართლა გულწრფელად გეუბნებით, ემოციის გარეშე ვერავინ ვერ მოусმენ და ჩვეულებრივი რიგითი მაღაროელი, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ პრაქტიკულად პურზე და წყალზე ყავს მთელი თავისი ოჯახი და აი ეს შემოსავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ აქვს. აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ. აი თუნდაც ტყიბულის მაგალითზე, რამდენად ადეკვატურია თქვენი აზრით დღევანდელი ხელისუფლება ხალხის პრობლემების? აბსოლუტურად არადეკვატური. ჯერ ერთი მე სამწუხაროდ არ მქონდა შესაძლებლობა 4 საათიანი თქვენი გადაცემისთვის მეყურებია, მაგრამ მეც მითხრეს, რომ აი სული შემძვრელი იყო უბრალოდ იმ ადამიანის საუბარი. ხა ესენი არიან ადამიანები, მაღაროელები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველ სამუშაო დღეს, როდესაც სახლიდან გადიან, ალბათ ქვეშეცნეულად ფიქრობენ, რომ შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდნენ. ხო, ეს ხო უმძიმესი პროფესია, მართალია ამ ადამიანებმა თავად აირჩიეს ეს პროფესია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანებს ყურადღება არ მიაქციოს, სახელმწიფომ ელემენტარულად ამ ადამიანებს შრომის, ასე ვთქვათ, პირობები არ შეუქმნას. ეხლა ჩვენის მხრიდან მაქსიმალურ სოლიდარობას ვუცხადებთ, ისევე როგორც ჩვენი, ესე ვთქვათ, ნუ ის ადამიანები, ვინც ტყიბულში არიან, ასევე ჩვენ საგანგებო ბრიფინგი ჩავატარეთ ამ ადამიანების მხარდასაჭერად. თუმცა ინგა პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დიდი აქტიურობაც არ გვინდა, იმიტომ რომ ზოგჯერ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აქტიურობამ შეიძლება ამ ადამიანებს საქმე უფრო გაუფუჭოს და ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ ჩვენი პოლიტიკური აქტივობის და თუნდაც ქულების გამო ამ ადამიანებს რამეში ხელი შევუშალოთ. გეთანხმებით, მეც რო ვიყო მათ ადგილას არ მივიკრავდი, არ მივიკარებდი არც ერთ პოლიტიკურ. შეიძლება უფრო მოზომილად ვაკეთებთ ახლა ჩვენ კომენტარებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში გავაკეთებდით და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უფრთხილდებით და რაღაცა ვცდილობთ, რომ შანს ხელი არ შეუშალოთ. თუმცა არ მგონია, რომ შანსი ამ პრობლემის მოგვარების არსებობდეს. რა შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ? ეხლა ჯერ ერთი მთის კანონი, რომელიც ჯერ მიიღო ხელისუფლებამ და შემდეგ ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში ამის პროვოცირება ხომ რეალურად აქედან დაიწყო, როდესაც მთის კანონი კი არ გააუქმა, უფრო სწორად კანონის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ტყიბულს, ეს ნაწილი, ესე ვთქვათ, გააჩერა. ხა იცით რა არის ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. აი როცა მე უნარობაზე და არაკომპეტენტურობაზე ვლაპარაკობ, აი ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ტყიბულში არის უმძიმესი მდგომარეობა, რომ ადამიანები მართლა წყალზე და პურზე არიან და ის რაღაცა ორი თეთრი, რომელიც პირობითად ორი თეთრი, რომელიც ემატებოდა ადამიანებს, უფრო სწორად არ ექვითებოდათ
მთის კანონის მოქმედებიდან გამომდინარე ეს რომ არ უნდა წაართვა ამას ეხა დიდი ფილოსოფია, დიდი აკადემიკოსობა, ჩერჩილობა და დეგოლობა უნდა ამას უნდა ელემენტარული პოლიტიკური გამოცდილება, ამას უნდა ამავდროულად ის რომ ცოტა მაინც შეგტკივოდეს ადამიანებზე გული. ხა ლარი გაუფასურდა, ვერაფერს ვერ უკეთებ, ვერანაირ კომპენსაციას დამატებით ამ გაუბედურებულ ადამიანებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მუშაობენ, ვერ უმატებ და ართ მე ვკიდე მაშინ როდესაც უმატებ ესე ვთქვათ დანამატებს, პრემიებს, რა ვიცი 1000-ნაირ ხარჯებს თანამდებობის პირებს, არც ერთი თანამდებობის პირის ანაზღაურება არ მოკლებულა, ხო? არ შემცირებულა, არც პრემია არ შემცირებულა. ერთ-ერთი პრემია გადაკეთდა უბრალოდ დანამატად, ხო, პრემიას დაარქმევ თუ დანამატს დაარქმევ, ინგა მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ასე ვთქვათ გასცემ უზარმაზარ თანხებს თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც კიდევ ყველაფერთან ერთად თან არც არაფერს არ აკეთებენ. ხაბატონ ნინო, გეთანხმებით, ტყიბული არის დღეს აი ყველაზე ისეთი მძიმე წერტილი, მაგრამ ტყიბული არ არის მარტო ტყიბული. სანიჭია თუ რა, აქ ძალიან რთული სიტუაცია. ფიქრობ თუ არა, გაქვთ თუ არა მოლოდინი, მე მინდა კიდევ ერთი კითხვის დასმა მოვასწროთ თქვენთან, რომ შესაძლებელია ქვეყანაში პირველად მოხდეს სოციალურ ან ეკონომიკურ ნიადაგზე, აი თუნდაც ისეთი ტიპის აფეთქებები, როგორიც იყო ტყიბული. იცით რაშია საქმე ხა ზოგადად საქართველოში ძალიან სპეციფიური ვითარებაა, როგორც წესი ადამიანები სოციალური მოთხოვნებით პრაქტიკულად არ გამოსულან აქამდე ქუჩაში. ყოველთვის იყო ესე ვთქვათ შეჯერებული პოლიტიკური, თუმცა მას რა თქმა უნდა საფუძვლად გარკვეულწილად სოციალური უკმაყოფილებაც უძღოდა, მაგრამ ადამიანების მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ახლა ხო არ შეიძლება იმიტომ რომ ადამიანები თავმოყვარენი არიან და მართლა სანამ უკიდურესად არ გამწარდებიან და მთლად მშიერი არ დარჩება, ცოლშვილი ქუჩაში არ გამოვლენ, ხომ არ შეიძლება ამით ხელისუფლება მისარგებლოს და თვალი დახუჭოს. პრობლემა რაშია, იცი ინგა, პრობლემა არის იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილს არსად არ ეჩქარება, მას ეს პრობლემები უბრალოდ არ ესმის. აბსოლუტურად მოწყვეტილია გარემოს. და გარემო არ აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში არსებობს. მეორედ მასთან ვეღარ შევა, ახლა ელემენტარულია ძალიან. არიღებს ივანიშვილი, როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორი ინფორმაცია? მე ვერ ხედავ რომ ის იღებდეს ადეკვატურ ინფორმაციას, რომ იღებდეს ბიძინა ივანიშვილი დღეს ერთ-ერთი თემა არ იქნებოდა ქვეყანაში, მისი საყვარელი ხეების გადატანა, გადმოტანა, იცით რა? არაადეკვატური იყო ამ გადაწყვეტილების დროს ივანიშვილი. არა, მე ეს გადაწყვეტილება შეიძლება ადეკვატურად ჩაითვალოს. რა დროს ეგ არის, ქვეყანა თავზე გვექცევა. ტერიტორიები ვერ აღვადგინეთ და ვერც აღვადგენთ, ხო? ხა თუ ასე გაგრძელდა ამ ხელისუფლების პირობებში, ვერც ერთი პრობლემა ვერ მოვაგვარეთ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 2/3 უფრო სწორად და 2/3-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა არის. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა, ინგა, ყველაზე მეტად რაც მაწუხებს მე ნამდვილად, როგორც დედას, როგორც ადამიანს, როგორც პოლიტიკოს, შემდეგ პირველ ყოვლისა, როგორც ადამიანს და როგორც დედას, ხო? მე ვიცი, რომ საქართველოში ახალგაზრდა თაობის და ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ იღებს ვიტამინების და პროდუქტების იმ მინიმალურ პაკეტს, რომელიც აუცილებელია მათი ჯანსაღი, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის. ცხოვრების უნარიანი იყოს ამ განვითარებაზე არა ლაპარაკი, 2300 კალორია ჭირდება, რომელიც აბსოლუტური კატასტროფა არის ეს ქვეყნის მომავალი თაობისათვის, იმიტომ რომ უნიჭიერესი ერი შეიძლება აღმოჩნდეს იმ ვითარებაში, როდესაც ელემენტარულად საკვების არარსებობის გამო აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა სწავლის გადახდის ფული არ აქვს, მასწავლებლის აყვანის ფული არ აქვს. ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ბავშვმა არ მიიღო კალორიების გარკვეული რაოდენობა, ის უბრალოდ ვეღარ განვითარდება ისე როგორც უნდა. და ამ დროს ჩვენ გადაგვაქვს 100 წლიანი ხეები საღაციდან სადღაც. იცით რაშია საქმე? ამ კაცს ძალიან დიდი ფული აქვს და თავის ფულს კი ბატონო როგორც უნდა ისე დახარჯავს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო ქველმოქმედი, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ მე პოლიტიკაში არ ჩავერევი, მაგრამ როდესაც შენ უკვე პოლიტიკაში მოხვედი და როდესაც შენ უკვე მოიყვანე ხელისუფლებაში გუნდი, შენი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილს მიცახმა და არავის სხვას, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, შენ უკვე აღარა გაქვს იმის უფლება, რომ თუნდაც შენი ნაშოვნი ფული, ჩემი საქმე არ არის როგორ, რამდენი და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც შენს მოსახლეობას ასე უკიდურესად უჭირს, ხეების გადარგვაზე მადლობა. ქაბატონ ნინო, ზუსტად გვაქვს 3 წუთი დარჩენილი. მოკლედ უნდა მიპასუხოთ ორი შეკითხვა მაქვს. გავრცელდა ასეთი ინფორმაცია ჩვენს
სიასხელთ არსებული ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობა ემზადება სრული რებრენდინგისთვის და სიის ლიდერი ალბათ 100%-ით ან 99%-ით იქნება ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. ეს რაიმე შანსებს ნაციონალურ მოძრაობას აძლევს სახეების ცვლილება? ინგა იცით რა არის თქვენ კითხვის მეორე ნაწილმა აბსოლუტურად გამორიცხა პირველი ნაწილი, იმიტომ რომ რებრენდინგი არის ცვლილება რეალურად, ხო? შეცვლა, ახალი სახე, ახალი რეალობა, ეხა სანდრა რულოვსი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება, ვთქვათ, სიახლე ნაციონალური მოძრაობის თვალსაზრისით. ერთი რამე კი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ის რაც ესე ვთქვათ, დღეს ხდება და ბოლო ამ წლების განმავლობაში ხდება, როცა ნაციონალური მოძრაობა რეალურად ფეხზე დადგა, ესეც თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ესეც ის გატეხილი სიტყვაა და ხალხის მოტყუება და მაპატიეთ ამ სლენგისთვის გადაგდება, იმიტომ რომ ნომერ პირველი მოთხოვნა იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის ჩამოშორება პოლიტიკური არენიდან და ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ძალიან სერიოზული გეგმები აქვს და ის როგორც მინიმუმ, ასე ვთქვათ, მაუხრებელი გზირივით პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად შექმნის პრობლემებს ქვეყანაში და ეს იქნება ნამდვილად ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისათვის. კარგი, და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, ზუსტად ერთი წუთი დამჭა. კარასინთან თქვენს გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე რა სიტყვით? და რატო გასაიდუმლოებულზე? ინგა გასაიდუმლოებული რომ ყოფილიყო, თქვენ ვერ გაიგებდით. ხო, მაგრამ ანუ ესეთი ძალიან გაშუქებული არ ყოფილა. არა, როგორ არა, როგორც კი ეს შეხვედრა რას უკავშირდებოდა, როგორც კი უბრალოდ სანამ ეს შეხვედრა შედგებოდა, ბატონმა კარასინმა მანამ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ეს ინფორმაცია, ასე რომ როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მე მივედი, იქ რუსი ჟურნალისტები უკვე იყვნენ, ესე რომ გასაიდუმლოებულში სწორედ ეს ვიგულისხმე, რომ რუსული მხრიდან იყო ეს ინფორმაცია გასაჯაროებული და არა ქართული. ესეთი რამ გავაკეთოთ, ჯერ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოს ხოლმე, ესე ვთქვათ, განსაჯაროება წინასწარ იმ შეხვედრებისა, რომელსაც ისინი ახორციელებენ ხოლმე გაზპრომთან და რუსეთის ცალკეულ პირებთან და ასევე, ესე ვთქვათ, მე მით უფრო გავასაჯაროებ, იმიტომ რომ არასდროს არაფერს არ უმალავ. საინტერესო შეხვედრა იყო ძალიან, მე ამ შეხვედრებს აუცილებლად გავაგრძელებ, იმიტომ რომ მიმაჩნია, როგორც მიმაჩნდა ადრე, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საკითხები მოგვარდეს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ამ უგუნური და ესე ვთქვათ, აუმაქნისი უფრო სწორად ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო არ გართულდეს ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება ამ წუთში, ესე ვთქვათ, ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ უდაოდ არსებობს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ეს არის ჩემი ამოცანა და მე რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა და როცა მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მოვალ ხელისუფლებაში, ყველა ამ პრობლემას აუცილებლად ეტაპობრივად მოვაგვარებთ. როდიდან აპირებთ საარჩევნო კამპანიის დაწყებას? მე მეჩვენება, წეგანაც გეუბნებოდით რეკლამის დროს, რომ ქართველი პოლიტიკოსები რაღაცნაირად თითქოს რეალობას მოწყდნენ. გულწრფელი ვარ ეხა, როცა ამას გეუბნებით. ანუ ჩვენ სულ ვაშუქებთ, რა ხდება კულუარებში ერთმანეთს როგორ უპირისპირდებიან, აი ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, სინამდვილეში პრობლემა არის სულ სხვაგან. როდის აპირებს თქვენი პარტია რომ დაიწყოს პოლიტიკური კამპანია? გარეგნულად ნამდვილად ესე ჩანს, ინგა აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენ ასე ვთქვათ, უფრო მეტი სწორედ რომ ასე ვთქვათ, მოსახლეობასთან შეხვედრებიდან გამომდინარე უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ, ოღონდ ეს არის ახლა შიდა პარტიული მუშაობა, ვთქვათ, იგივე რაიონებში და ასე შემდეგ. აი ახლა დაახლოებით, ну რაღაცა გარკვეული პერიოდი გვჭირდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, ესე ვთქვათ, კორექტირებები გაკეთდეს რაიონულ ორგანიზაციებში და მალე დავიწყებთ ღია საარჩევნო კამპანია. წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ეს იყო ნინო ბურჯანაძის პასუხები ჩვენ შეკითხვებზე. ეთერში რამდენიმე წუთში უკვე ბახოსანაია რვიანთან ერთად ძალიან საინტერესო დისკუსია გელოდებათ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მე გემშვიდობებით 4 შაბათამდე ხვალ დღის ამბებს დღის განმავლობაში ბახოსანაია გაუძღვება. მადლობა რომ გიყურეთ, ნახვამდის.